რადიო მაესტროს ეთერშია ინტერვიუ. მოგესალმებით სტუდიაში ჟურნალისტი ლევან ჭითანავა მუშაობს რადიო მაესტროს პირდაპირ ეთერში. გადაცემა ინტერვიუს ფორმატის დროა. რამდენიმე წუთში სატელეფონო ჩართვით ჩაგვერთვება ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ცენტრის GeoCases თავმჯდომარე. სანამ სტუმარი შემოგვიერთდება, გეტყვით, რომ ევროპარლამენტმა 463-ის წინააღმდეგ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ. რეზოლუციით ევროპარლამენტარები არ აღიარებენ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ იყენებენ ტერმინებს, როგორიცაა თვითდანიშნული, თვითმარქვია და თვითგამოცხადებული. ევროპარლამენტი მოითხოვს მზია, ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სანქციების დაწესებას, როგორც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების, ისე ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და რეჟიმის მხარდამჭერი ბიზნესმენებისა და პროპაგანდისტების მიმართ. რეზოლუცია მოუწოდებს როგორც ვიზა ლიბერალიზაციის, ისე საქართველოსთან 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმების გადახედვისკენ. ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებით გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას და გაიმეორა კონსპირაცია Deep State-ის გავლენების შესახებ, ან Deep State-ი გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს Deep State-ის გავლენას. როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს Deep State-ს მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით. ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება. ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღხმა შეუძლებელია. ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღხმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია, ნათქვამია განცხადებაში. სტუმარი ხაზეა, სატელეფონო ჩართვით გვიერთდება პირდაპირ ეთერში ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ცენტრის GeoCases თავმჯდომარე. ბატონო ვიქტორ, მოგესალმებით და მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონო ლევან, გამარჯობა თქვენ. ბატონო ვიქტორ, პირველ რიგში შეგვიფასეთ მიღებული რეზოლუცია, რომელსაც ირაკლი კობახიძე უწოდებს, ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციას. ამ რეზოლუციამ ამ ნახევრის მანძილზე არაერთი შეფასება მიიღო. არის შეფასებები, რომლებიც ჯანსაღი და კეთილმოსურნე დამოკიდებულებით გამოირჩევა და კეთილმოსურნეობა არის სწორედ ობიექტურობაში გამოხატული. არის ისეთი შეფასებები, რომლებიც სპეკულაციური ხასიათის არის და სწორედ ეს ბოლო, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ქართული ოცნების წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის შეფასება სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება. რეზოლუცია, რომელიც იქნა მიღებული, მეტად ავალალობებს ევდიან სურათს გვაძლევს. მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებ და მოგეცედებათ ეს პროცესი სამწუხაროდ დღეს უკვე შეჩერებული არის. საუბარი უფრო ძიმე მოვლენაზე არის. აქვს თუ არა დღეს ჩვენ კრედიტი ეთნაგერად კრედიტუნარიანი ქართული სახელმწიფო. და ჩვენ გავყვებით იმ შეფასებებსაც რეზოლუციაში არის და სიტყვა პატრონაზე შეიძლება ჩვენ თალკეულ შემთხვევებში გამოვეკიდოთ ევროპარლამენტარებს და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, მაგრამ კიანობაში ფინანსი არის სწორედ რომ ობიექტურობასთან ბიზნესად მიახლოებული და ეს ობიექტური ასახვა მათ შორის ანაყოფს ასეთ მეტაცალალობ დასმას, რომ დღეს არა მარტო არათუ ევროკავშირში ევროპის დაობაზეა საუბარი, არამედ სახელმწიფოებრიობა ქართული დგას რეალური კითხვის ნიშნის ქვეშ. ის შრეები ადამიანთა მოწესრიგების ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის მონიშნული, გასაგებული პოლიტიკური წრეებით,
ფუნქციონერებით, სამოხელეო ფუნქციონერებით უბედურებთ ბიზნესმენებით, მედიას წარმომადგენლებით ეს თვიანობაში სწორედ აი ამ მეტად იმენსურადის მაჩვენებელი არის, რომ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, პრაქტიკულად ყველა განშტოებაში, ყველა შრეში სახელი სახელმწიფოებრიობის არის მოშლილი თუ არა, საკმაოდ მიღწევა დაყვანილი. აი ეს შემიძლია ძალიან მოკლედ შეგიფასოთ ის, რაც ალბათ დიდ აღმოჩენას ჩვენი სპეციალისტის ან უმეტესობა ჩვენი სპეციალისტების აფარდა. აი სმენელი აღნიშნეთ ბატონო ვიქტორ, სწორედ აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ კითხვა ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ხო? არის სხვადასხვა შეფასებები, ქართული ოცნება ირაკლი კობახიძე მე უკვე ვთქვი თუ როგორ აფასებთ ამ რეზოლუციას. არის მეორე შეფასება, რომ უმძიმესია და ძალიან მძიმე არის ეს ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვის, ქართული ოცნებისთვის. ამას ისმენს რადიო მსმენელი და საზოგადოება და აი ვის და როგორ უნდა აღიქვას რეალურად ეს პროცესები მსმენელმა და საზოგადოებამ. მოდით ჩვენ რომ ძალიან პესიმიზმში არ გადავარდეთ და მეგონი სწორედ რომ ეხლა ის მომენტი არის და ანა როდესაც ეს შემართება მართებს პირველი და თავისი ალბათ რასაც მსმენელს შემოთავაზებდი ამ მოდელში არის ის რომ ჩვენ ევროპისათვის და ევროპაში სულეთი არ ვართ. ალბათ ეს ცოტა ისეთი შეტაკებელია ვიდრესთვის ცოტა სტრატეგიული და ბუნდოვანი შეთავაზება არის, მაგრამ ეს ამას ჩავეჭიდებოდი, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, მიუხედავად იმ ერთგვაროვანი გამოწვევებისა, რომლებიც ევროპის წინაშე დგას, რაც განპირობებული არის მანამატო ევროკავშირის დიალოგის დინარე პროცესებით, ამის ადმინისტრაციის მეტად უნიკალური, უნიკალური ორიგინალური ხელწერით ევროპა და ევროკავშირის თავარი პოლიტიკური ორგანო იმის იმისათვის, რომ მიუძღვნას საგანგებოდ თავისი დრო ქართულ თემატიკას და მეტად გრძელი რეზოლუციით პასუხობს საკითხს, რომელიც არა მარტო მათი საკითხი არის, არამედ ჩვენი საკითხია. და მათი საკითხი და ჩვენი საკითხის ერთიანობა სწორედ მე ამაში ვხედავ, რომ ევროპის სულეთი არ არის ევროპის მოშმინარე პროცესები, ისევე როგორც ჩვენთვის სულეთი არ არის ევროპა ჩვენ ზოგ შეგვახსენს თუ არა. და თუ რამე თქვათ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ესეთი პოზიტიური ხელშეკრულება შეიძლება ჩვენ ვიყოლოთ, აი სწორედ აი ამ ასეთ შეთავაზებას გავაკეთებდი. ამავე დროს ამ რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც. გარდა ემოციურ მორალური დატვირთვისა, ევროპა ესაუბრება იმ საკითხებზე, რომლებიც არის პირველად პრობლემური და რომლებიც წარმოადგენენ ჩვენ ერთმანეთს საშინაო დავალებას პრობლემების მოსაგვარებლად და ამ პრობლემების მოსაწესრიგებლად. ამიტომ ეს რეზოლუცია ყველაფერთან ერთად მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ზუსტად რეკომენდაციის არ წარმოადგენს, ალკოცელად ეს არის განზაურული და ალკოცელად ეს არის ლამპლევი, თუ რა შეიძლება ჩვენ დავაკეთოთ ჩვენსკენ ქართულ მხარეს საიმისოდ, რომ ჩვენი თავსებადობა როგორც შიდა პოლიტიკურ ცნურებაში, ასევე საგარეო პოლიტიკურ ვექტორში რაც შეიძლება მეტად დავუახლოვოთ ევროპულ პოლიტიკას და ევროპულ სტანდარტებს. ეს ალბათ ერთგვარი გაკვეთილი ამ ევროპარლამენტის რეზოლუციიდან. და ბოლოს მე ხშირად მესმის გასაგებია, რომ ეს არ არის სავალდებულო დოკუმენტი, მაგრამ როდესაც საუბარი არის ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან შეფასებაზე, ალბათ მხოლოდ სამართლებრივი შედეგის დადგომა არის სამშობლოში გადამწყვეტი, არამედ ნაკლებ ასეთი არის ის ვიდეოების ემოციური ფონი, რაც შეიძლება ამ შეფასებამ შეგვიქმნას. თავარი ემოციური ფონი ალბათ, თავარი საფიქრალი თუ თავსაფეხი არის ის ზიანი, რომელიც ასეთი შეფასებების ფონზე, თვალსაჩინო პოზიტიური და ნეგატივში დაუბრუნდი, არის ის რეპუტაციული იმიჯი, ქვეყნის და რეპუტაციული რენომე, რომელიც აი ამ რეზოლუციის შედეგად ძალიან ზიანდება. ეს არ არის მხოლოდ გზავნილი პოლიტიკური ფაქტორების მისამართი. ეს არის მათ შორის გზავნილი
ბიზნეს სუბიექტების მისამართით, არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო ბიზნეს ფაქტორების მისამართით და თვითონ შეებეჭინა ამბებებიდან რომ პოლიტიკა და ეკონომიკა ამ დანიშნული არის ძალიან სტარი გამოდგენა იქნება ეს არის მეორე რეპუტაციულად იტალი ატურაებული მაკაცაფილებლად ვისაც სურდა ამ ჩეკიდელ სულს საქართველოში ინვესტირება და საქართველოში ბიზნესის კეთება. ამდენად მეორე რეზოლუციის მასშტაბი მიუხედავად იმისა, რომ ის იურიდიულად დავალებული არ არის, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, რეპუტაციული, ემოციური დადებითი არის ძალიან მრავალშეიანი და ძალიან ფართო. კი ბატონო ვიქტორ, თქვენი ცით 28 ნოემბრიდან აქციები, საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა და დღემდე მიმდინარეობს ქვეყანაში, თბილისში. გითხარით, რა ეტაპს გადის ახლა ქვეყანა და მთავარი როგორ შეიძლება განიმუხტოს სიტუაცია, რაში ხედავთ გამოსავალს და ვისში ხედავთ გამოსავალს. ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაცრი განცხადებები კეთდება, თუმცა ქართული ოცნების მხრიდანაც ვხედავთ, რომ არანაირ დათმობას, არანაირ ასე ვთქვათ ამ განცხადების გათვალისწინებას არ გეგმავენ და არ შეიმჩნევა რამე მსგავსი. ამის პარალელურად ასე ვხედავთ, როგორც ვთქვი, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, თუმცა შედეგობრივად ხედველობაში მას განიმუხტოს და ამ კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა ჯერჯერობით არ არის მიღწეული. აი თქვენ ამ პროცესს როგორ აფასებთ და ამ პროცესიდან გამოსავალ შედეგის მიღწევისთვის რას მიიჩნევთ აუცილებლად? სწორი კრიტიკული და ამავე დროს მტკივნეული შეკითხვა არის ჩვენ თუ ახლა ზედმეტად არ მიგვებით სიტუაციის გაფერადებას და საფრთხების დონეზე საუბარს ჩვენ ვიღებთ ისეთი ვითარება, როდესაც უდობნობა პროცესის განვითარების თვალსაზრისით არის ძალიან მაღალი და უახლოად რომ გითხრათ პროგნოზირება ინტაგები თუ შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ პროცესის განვითარება უახლოეს პერსპექტივაში საშუალებიან პერსპექტივაში პირადად ჩემთვის საკმაოდ რთულია და სიტყვის სწორედ ის თქვენი კითხვის სწორი პათოსი კრიზისის განმუხტვა რა არის კრიზისის განმუხტვის საშუალება და ორიგინალური ვებინები თუ დავასახელებ რომ ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა მაგრამ რამ შეიძლება მივუყანოს ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე რამ შეიძლება ჩვენ მივუყანოს ქართული ოცნების მხრიდან ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით. აი ამ მხრივ ჩვენ სწორედ დაწყებით იმ სიტუაციას, როდესაც საამისოდ ბუნებრივი პოტენციალი აგრია ქართულ ოცნებას ხდება პოლიტიკური ალყო რომ აიასოს რეალურად რომ აი ეს გაგრძელება ვითარებაში ამ წესის ქვეშ გაგრძელება იქნება საშინაო თუ საგარეო არის იდულესად რთული და ფრთხილად წარმოუდგენელი, მაგრამ ჩვენ ასევე კრიტიკულად უნდა და ობიექტურად უნდა აღნიშნოთ რომ ამ საპროტესტო მეთოდად წინააღმდეგობის მოძრაობასაც დღეს ამ ეტაპზე აგია საკმარისი რესურსი რომ გაკეთებად აიძულოს გადაწყვეტილებათა მიღებნი რომ მიიღონ აი ესეთი დაიჭირონ ესეთი სწორი პოზიცია, რომელიც ახალი არჩევნების დანიშნულს უკავშირდება. ხშირად ეს ერთგვარად აი მოვითარებას ვერ იტყვი, მაგრამ ეს გამოკიდებული ვითარება, რომელიც ასეთ მოვლენაში გამოიხატება, რა თქმა უნდა, აფიო პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. მე მაინც გავიმეორებ იმასაც, აღერძეს მithავს, რომ ადრე თუ გვიან ეს ვითარება განიმუხტება. განიმუხტება სწორედ რომ პოლიტიკური ველის გადაწყვეტის ზედ და ეს გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს ახალი არჩევნების ჩატარების საშუალებით, მაგრამ რა დაფიდება ჩვენ გადრო დაფიდება რომ მივიდეთ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და როგორი იქნება ის დანახმარჯი საფასური რაც ქვეყანამ უნდა გაიღოს და მარტო პოლიტიკური სტაბილურობის კურთხით, არა მხოლოდ უსაფრთხოების სისტემის შემდგომი დეგრადირების ხარჯით,
არა მარტო იმ ეკონომიკური დანახმების აკვალისწინებით, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურად ვზიდავთ ჩვენ ხელზე. ეს რა თქმა უნდა არის ყველაზე კრიტიკული კითხვები. აქვე პირამ დატოვებას ხელის ნებართვით, რომ ვინც ეხლა რამდენად უმცირესობაში ვიქნები ამაზის გამოხსნისას, სამწუხაროდ ჩვენ საერთაშორისო ობიექტურად ვეცხოვით პროპორციონ ფაშის ზა გადაწყვეტის მოლოდინს არ ვიქნის. ჩვენ ეხლა ვსაუბრეთ პარლამენტის რეზოლუციაზე, თუმცა აღნიშნეთ ასევე მისი სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტების დანიშნულს მოახდინეთ. საერთაშორისო კონიუნქტურა, რომელიც დამოკიდებული არის უკრაინაში მიმდინარე ომზე, იმ განცხადებებზე, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში და განცხადებები, რომლებიც როგორ გითხრათ, ისეთი ეკლექტური განწყობის საშუალებას გვიტოვებს. ყოველ შემთხვევაში პირადად განსაკუთრებული სიმყარე და თითქმის პოზიტივის კუთხით ახლო პარტიულ პერსპექტივაზე ვსაუბრობ, მეორე ალბათ ძალიან ესპექტივი იქნება ოპტიმიზმის გამოხატვაში, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა ეს პინგ-პონგი, ეს ტრანზაქციონალიზმის და როგორც ერთმანეთთან ასევე მეორე პირთან სახელმწიფოების გულისხმობ ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება მოხდეს ესე თქვათ მათ შორის პოზიციების გაცვლა, როგორ შეიძლება რასახის ამ სიტუაციას ხმარობენ, რასახის გარიგება შეიძლება გამორდეს და ამ გარიგების ხარჯზე რომელ კალათაში, ვის კალათაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს, ეს რა თქმა უნდა ახლა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის სამწუხაროდ პასუხი ძალიან გულად გასაცემია. ამიტომ ეს რაღაცა ფასმენად ავსაუბრობ და არის დავაცხადია ჩვენ ვიდა რომ ეს თქვათ გავაბუდით სულათი, მაგრამ ჩემი აზრით თქვენი ეთერი მათ შორის ამითაც გამოირჩევა, რომ რეალისტური ვითარება წარმოაჩინოს და მეც ამ ცდილობით აღარ დაკავებუდი ერთმანეთთან. კი ბატონო და მადლობა ამისათვის. ბატონ ვიქტორ, მაშინ მოდით შევეხოთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას და თქვენ გახსოვთ რა მოლოდინები ჰქონდა ქართულ ოცნებას ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ძალიან ხშირად კეთდებოდა 20 იანვარის თარიღზე აქცენტირება და შემდეგ ამბობდნენ რომ ურთიერთობები გადაიტვირთვებოდა. თქვენს მიერ ხსენებული პროცესის გათვალისწინებით და იმ განცხადებების, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, აქედან გამომდინარე, როგორი შეიძლება იყოს იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში? ზოგადად მიმაჩნია, რომ შემდეგი ადმინისტრაციის გადმოსახედიდან ქართული თემატიკა აღებული შეიძლება იყოს აქტუალური და უინტერესო. ეს მათ შორის უკავშირდება ჩემს ხმამოსაზრებას, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრებით ასეთ ჩვეულო ხელმძღვანელი ადმინისტრაციას, რომელსაც დონალდ ტრამპი განასახიერებს თავისი გუნდი, მათ ჩვენ უნდა ვსაუბროთ არა მიწრო ქართულ პრიზმაში ინტერესებისა, არამედ უფრო დიდ პრიზმაში ქართულ ამერიკული ინტერესებისა, რომლებიც შეიძლება შეეხებოდეს დიდ რეგიონს და ამ რეგიონში მიმდინარე უფრო მასშტაბურ პროცესებს, ვიდრე ეს მხოლოდ ვინეორებ ქართულ თემატიკაში შეიძლება, ქართულ თემატიკაზე შეიძლება იკეთებოდეს. მას შორის სწორედ უცხოელი დარგოლი ეს კომენტარები და ნაბერები ფასადისით ამერიკული პოლიტიკა, რომელიც დღეს გაშიშვლდა განსაკუთრებით თავისი ინტერესების პრაგმატულობით, მოითხოვს ჩვენი მხრიდან ისეთი პრაგმატულობით და თანხმდებით უპასუხოთ ჩვენი ინტერესების დასახელებისას და მონიშნვისას. ამდენად ბატონ ლევან ვფიქრობ, რომ ძალიან ბანალური იქნება მოლოდინი იმისა, რომ ქართული თემა როგორც აწევდი, როგორც აღიარებული, როგორც განგრძობილი ადაპტებული იქნება ქართულ ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის მხრიდან. ეს შეჩვენებითი ჯერჯერობით ამის არანაირი დიფერენციალი არ არის და ეს ადიჩენ ავსტრა ეტაპზე ეს ოფიციალური აბსტრაქტული კითხვა. მაგრამ ეს ამნიშნავს და ამერიკული მხრიდან ასეთი ინტერესის ჯერჯერობით არ გამოხატვის პირობებში ეს ამნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა მუშაობდეთ ამ ინტერესების იდენტიფიცირებაზე,
ჩვენ არ უნდა უსახელებდეთ მას ან მივუთითებდეთ ასეთ რეკალზე ქართლებით უფრო დიდ კონტექსტში ქართულ ამერიკული ინტერესების გვერდისა და ლიზინა ჩვენ დავიწყეთ ეს საუბარი იტალიას ამისათვის ის ენაგულება ასეთი თამასა ზიდოს საკუთარ ხებზე ერჯერობით ამ ხრივ პოლიტიკიდან არის დიდი განაგებსი ვინაიდან ის ვიწევალება შევალება კანონიერ კონსტიტუციით ისინი აბსოლუტურად სხვა თემებით არიან დაკავებული, სხვა საკითხებით არიან დაკავებული, ეს არის დავაუფლების კონსოლიდირება ის შეგვიძლია და საამისოდ ყველა კინეტიკური თუ მომცრო მათი ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ამ ხრივ მე ალბათ კრიტიკის კაფოში მოვექცევი თუ ასევე ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ რომ ოპოზიციის მხრიდანაც არის დეფიციტი ასეთი სისტემური მიდგომისა ალბათ ეს საკითხი ფიგურა რომელიც შედარებით გამოკვეთილი არის არქივეს რადიკალბატონის სალომე ზურაბიშვილი რომელიც იგობს რომ შედარებით სისტემურად მიიტანოს ჩვენი პარტნიორების ყურადღების ქვეშ მოაქციოს უფრო სწორედ ქართული თემა გამეორებული ამ რეგიონალურ კონტექსტში მაგრამ ეს მეორე პარტნიორი არა საჭირო არის უფრო მეტი ინტელექტუალური რესურსის კონსოლიდირება საუბარი ბევრია ბევრი იწერება ამის თაობაზე ეს არის მაგრამ აი როგორ შეიძლება ამის გადასახმა ინსტიტუციონალურ ჭრილში ეს საქმე და პრობლემა არის თუმცა რომ ქართულ ინსტიტუტებს უყვარდი ინსტიტუტებს უკანასკნელს ეს ამისათვის სერვირად და კასტალია ის აბსოლუტურად სხვა ფიზიკური არის დაკავებული კი ბატონო, ჩვენი სასაუბრო დრო იწურება. იცით კიდევ რა მაინტერესებს, ანუ თქვენ ოპოზიციას შეეხეთ და მე მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა იმასთან დაკავშირებით, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია პოლიტიკაში ახალი სახეები გამოჩნდნენ და ახალი პარტიები შეიქმნას. თქვენ ამ პროცესს რამდენად პერსპექტიულად უყურებთ და როგორ ფიქრობთ ამ როლში სალომე ზურაბიშვილის ფაქტორს თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესში? რა თქმა უნდა ბატონ ლევანტი პოლიცია პალესტინების წარმოდგენილი არის ქალბატონის სალომეს ფაქტორი გამოიწვევს პირიქით ფაქტორი იყო არის დარჩება თუმცა აქ გეტყვით სულიად მოწოდათ რომ ეს ფაქტორი ალბათ განსაკუთრებით შეისწავლეს რომ მას შემდეგ ქალბატონმა სალომემ ატოლა ორდერიანის სასახლე და ამას ორდერიანის ეფექტის უკანმოწმებას ეძახი დებია ეს შინაარსობრივად ეს ფაქტორი რაღაც განსხვავებული აქტივით უნდა შეიმოსოს ეხლა ახალ სახეებთან დაკავშირებით აქვე გეტყვით ესეთი რეგიონალისა და პოზიტივის გარეშე მხოლოდ სურვილი აქ მაგრამ მხოლოდ დაბილი აქ მაგრამ მხოლოდ ემოციები აქ მაგრამ თანამედროვე პოლიტიკა არის ინდუსტრია პირველ რიგში და როგორც ნებისმიერი ინდუსტრია ისე ფუძნება გაფულ კანონებს, გაფულ მოთხოვნებს, გაფულ წინაპირობებს. იმისათვის რომ შედეგიანი იყო გაფულ პოლიტიკურ პროცესში და ჩვენ ხედავთ რომ პოლიტიკა ეს პრაქტიკულად საქართველოში არ წარმოებს არამედ ასხვავებით გამორჩეულად სხვა ფენომენია ვიდრე პოლიტიკა, ის რომ პოლიტიკა არის არუსტაკიდილთან არის დაკავშირებული, კონცეფტების ჭიდილთან არის დაკავშირებული, დიალოგთან, მოსყენის კულტურასთან, აზრის ჩამოყალიბების კულტურასთან ეს ამსუხაროდ ეს ყველაფერი აი ასეთი კონტენტისგან პოლიტიკური პროცესი გამოიშინა და ამიტომ პოლიტიკას ამას ვერ უწოდებთ, მაგრამ ძალენ დაუბრუნდეთ ინდუსტრიის საკითხს, აი მხოლოდ სურვილი აქ, მაგრამ აქ უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება რამდენად შემოსილი იქნება ახალი ძალა ან ახალი ძალები საჭირო რესურსებით, რასაც მედიადეს გამოქვია, რასაც გასული ინფრასტრუქტურალური სიტა, ადამიანური კაპიტალი და უბრალოდ ყველა ის აუცილებელი წინაპირობა, რაც ამ ახალ ძალას თითქმის მთლიანად აქცევს. რეალური შედეგის განმაპირობებელ ძალად აქცევს, რეალური გავლენის მქონე ძალად აქცევს. მაგრამ სიახლე მხოლოდ სიახლის გამო, ამ სიახლეს არ მოყვება ხელშესახების შედეგი იქნება კიდევ ერთი ცდელობა, კიდევ ერთი ექსპერიმენტი ქართული ამორჩევის თვალში იმედების გაცვლების. ამიტომ ახლა ჩვენ ახაც ზომიერი ოპტიმიზმით, მაგრამ ძალიან ისეთ რეალისტურად უნდა შევხედოთ საფრთხებით.
კი ბატონო და ბოლო ჩემი შეკითხვა რეზუმირება რომ გავუკეთოთ იმ საკითხებს რაზედაც ახლა ჩვენ საუბრობდით რა თქმა უნდა მხედველობაში მაქვს ქვეყანაში არსებული ვითარება ბატონ ვიქტორ როგორ ფიქრობთ ამ ვითარებაში ქვეყანას კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაუძლოს ქვეყანა აქ რა თქმა უნდა ჩვენ საუბრობდით და თქვენ ძალიან საინტერესოდ აღნიშნეთ თუ რა ფასი შეიძლება გადაიხადოს ამ ყველაფრისთვის ქვეყანა აქ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაზზე იყო საუბარი აქედან გამომდინარე გითხარით რამდენ ხანს შეიძლება გაუძლოს ამ ვითარებას თუ ფიქრობთ რომ ქვეყანა მაინც ადაპტირებას მოახდენს და შესაძლებელია ამ რეალობაშიც გააგრძელოს ასე ვთქვათ არსებობა ბატონ ლევან რთულია ხადია ჩემი მიდან აიმე ბაგერზე საუბარი ეცნობოდი ეთები სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის კომენტარებს უმეტესობა ეკონომისტების ჯერჯერობით არის იმაზე რომ ექი გაუმჯობესება ეკონომიკაში არ არის თავად ზოგადად ასეთ მინისტრიულ მოსაზრებას ვერწოდი ალგეული ინდიკატორები არის მომდაბლებიც ეს სტაგნირებაზე სტაგნაციაზე მიუთითებენ რაც მაგალითად რეგესტრატურში გადასახადების აღების ნება რომელიც ჯერჯერობით მაინც ნომინალური არის და რაღაც მნიშვნელოვან უწყლასი არ მიუთითებს ამდენად ახლა თუ ჩვენ გავაგრძელებთ ბუნებრივია ჩახსნა იმ ეკონომიკური სტრუქტურებიდან რომლებსაც ორგანულად და ბუნებრივად ვიყავით მიესწრებული და რომლებიც გარკვეულწილად ხელს უწყობენ და აცოცხლებენ ქართულ ეკონომიკურ აქტივობას თუმცა ასეთი უკუსვა დროიდან მალობაში უკვე საკმაოდ გახდება თუმცა ვადიანობაზე საუბარი მეტაფსტულია ამავე დროს ერთი კითხვა რაც არის რამდენად მოახერხებს ამ ვითარებაში ქართული ოცნება, ქართული ფიქსეიტი, ჩამონაცვლებელი პროექტების დამუშავებას, ან ჩამონაცვლებელი პარტნიორების მოძებნას სხვა გეოეკონომიკური მიმართულებებით. თუმცა უნდა ჯერჯერობით აფიქრაზე კალკულაცია პასუხი არ არის ახლა ის 6 მილიარდიანი დაპირებული ინვესტიცია სტარტაპის მორიდან და ასე შემდეგ ეს ფინანსურად აღქმის ჯერჯერობით პოლიტიკის სისტემაზე არ მეტყველებს. ამიტომ აი ეს რა თქმა უნდა ის პატუცნობი იმგენელები არის ამ დატომების სადაც პასუხის პოვნა რთულია. მე თქვენ დავასრულებდი თქვენს შეკითხვაზე პასუხს და გავიდოდი ეკონომიკის შტილიდან აქ ალბათ ავარი კითხვა არის ის რომ ამდენად ეყოფა ქართულ ხელისუფლებას ამჟამინდელს ქართულ ოცნებას ის ლეგიტიმაცია ბუნებრივია დიდი ფიქრის ქვეშ არის რამდენად ეყოფა თუ დაბედაობა არამედ აფხედობა რომ ნამყოფოს და ასეთ ვითარებაში და განაგრძოს პეტის ასეთ ვითარებაში ისევე როგორც რამდენად ეყოფა ქართულ საზოგადოებას და იმ ახალ რომ უკეთ აკონსოლიდირდნენ მოძებნოს საკუთარ თავში მეტი რესურსი არა მარტო ინტელექტუალური არამედ სხვა სახის რესურსი და ამ ხილ რა თქმა უნდა ქართულ ბიზნესს და ჩვენ პარტნიორებსაც მიმართოთ რომ ეს რესურსულობა უფრო შესაძლებელი გახდეს რომ ქართული ოცნების მხრიდან ამ წინამორბედის პირობებში ამ ესე ვთქვათ მეორე მხრიდან შესაძლებელი გახდეს უკუსვლის შეჩერება და ქვეყნის დაბრუნება იმ რეჟიმში რომელსაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით და რომელიც ჩვენ მიგაშთა როგორც ნაბოძები თუმცა აღმოჩნდა რომ თუმი არაფერი ნაბოძები არ ყოფილა თუ ამისათვის შენ არ იგზი ყოველ დღიურად და სისტემატურად. ამიტომ ეს თავარი ამოცანა ჩვენთვის არის ბოლო წინადადება აი გასვლის სახით არა იმდენად თქვა საუბარი თქვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან ევროატლანტიკურ სივრცეში რაც საქმე უნდა ჩვენი საგარეო პრიორიტეტი არის მაგრამ უპირველეს ყოვლისა არის საკითხი ასე ფორმულირდება შეძლებს თუ არა ჩვენ განორმალურებას შეძლებს თუ არა ჩვენ ნორმალური სახელმწიფოს შექმნას და შეძლებს თუ არა ჩვენ ზოგადად როგორც დავიბრუნოთ ქართული სახელმწიფო რომელიც დღესდღეობით გასული არის ნორმალურობის ყოველგვარი რეჟიმი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენთან ყოველთვის საინტერესოა დისკუსია. დიდი მადლობა ბატონ ვიქტორ. მადლობა ბატონო. ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ცენტრის GeoCases თავმჯდომარე პასუხობდა.
ამით ინტერვიუს ფორმატი დასრულებულია. ჩვენ კი ერთმანეთს კიდევ ერთხელ 14 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე მაესტროს ბიზნეს ტაიმის ფორმატით შევხვდებით ერთმანეთს. დროებით. რადიო მაესტროს ეთერში იყო